საქართველოში პაციენტი შეიყვანეს საოპერაციოში ნაღულის ბუშტის ამოსაჭრელად და აღმოჩნდა, რომ ის უკვე ამოჭრილი ჰქონდა. ეს ისტორია გაიგეთ ალბათ და მინდა გითხრათ, რომ ტყუილად აგინებთ იმ ექიმებს, დიდი ალბათობით არაფერი ექსტრაორდინარული მანდ არ ხდება და ვისაც გაინტერესებთ, მომისმინეთ ბოლომდე. მოგესალმებით, ექიმი არჩილ მარშანია, მინდა თავიდანვე აღვნიშნო, რომ არც ერთი კოლეგის ტყუილი უბრალოდ გასასამართლებად არ ვსაუბრობ, არასდროს ამირდებია თავი ჯანდაცვის სისტემის პრობლემებზე საჯაროდ საუბრისგან და არც ამ ექიმებს ვიცნობ, რომ რაღაცა ინტერესითა კონფლიქტი მქონდეს, თუ რასაც ეძახიან ხოლმე მაგას. და რაც მთავარია, ხაზი უნდა გაუსვათ, რომ ეს ამბავი ჯერ ბოლომდე გაურკვეველი ისტორიაა, მაგრამ რაც გავრცელებული ინფორმაციიდან ვიცით, მოდი მხოლოდ მაგ კუთხით ვიმსჯეროთ. ახლა რა ვიცით? პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევები, მათ შორის ეკოსკოპია, ივარაუდეს ნაღულის ბუშტის დაავადება და ქირურგიული ჩარევა დაიგეგმა. ოპერაციის დროს კი გაირკვა, რომ ნაღულის ბუშტი უკვე ამოჭრილი იყო, თუმცა პაციენტს ეს არ ახსოვდა, თუ არ იცოდა. თუ რაღაც ეგეთი. ცოტა უცნაურია, რომ პაციენტმა არ იცოდა, მაგრამ როგორც შევთანხმდით, მოდი ვიმსჯეროთ მხოლოდ იმაზე, რა ინფორმაციაც ფაქტობრივად ვიცით. ხო, მსგავს და კიდევ უფრო საინტერესო სამედიცინო თემების განხილვას ჩემ YouTube არხზეც ნახავთ, როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო თემებზე ვისაუბრებ ხოლმე, ასე რომ შეგიძლიათ იქაც დავაფოლოვოთ და მადლობა წინასწარ ამისთვის. ხო და რას ვამბობდი? პირველ რიგში მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ეკოსკოპია არ არის რეალური სურათის გადაღება მუცელში. ეს არის სონოგრამა, შავ-თეთრი გამოსახულება, რომელიც ეფუძნება ულტრაბგერის ანარეკლს. აპარატი უგზავნის სხეულს უგზავნის ბგერას, ეს ბგერები ირეკლება ორგანოებიდან ან სითხიდან და უკან ბრუნდება განსხვავებული სიხშირით, სწორედ ამ ანარეკლებს, ანუ ეკოს კითხულობს აპარატი და შემდეგ აწყობს რაღაცა გამოსახულებას. ამიტომაც ქვია კვლევას ულტრასონოგრაფია და ამიტომაც ეძახიან ეგრეთ წოდებულ ეკოსკოპიას. ხო და თუ ექიმს არასწორი ისტორია აქვს და წინასწარ არ აქვს ინფორმაცია, რომ პაციენტს ნაღულის ბუშტი უკვე ამოჭრილი აქვს, შესაძლოა სონოგრამაზე მიღებული სურათი შეცდომით, კი ბატონო, შეიძლება შეცდომა დაუშვას და ეგრეთ წოდებულ დაზიანებულ ან განგრენოზულ ნაღულის ბუშტად მიიჩნიოს. სხვა რაღაცებით შეიძლება შეეშალოს ნაღულის ბუშტი, შეიძლება იქ აღმოჩნდეს ნაღულის ბუშტის ფოსოს, აბსცესი, ეგრეთ წოდებული ფსევდონაღულის ბუშტი, კისტოზური წარმონაქმნია ესეთი. შეიძლება იყოს პოსტქოლეცისტექტომიური ბილომა და რაღაც ეგეთები რა, მოკლედ შეიძლება რაღაცაზე შეცდომა დაუშვას რა. შეცდომაში შესვლა და გაურკვევლობა შეიძლება მოხდეს. მაგიტომაც არსებობს მაგალითად ტერმინი დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია, როდესაც გაურკვეველ სიტუაციაში ოპერაციას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ, რომ პირდაპირ მნიშვნელობით ჩავიხედოთ მუცელში რა ხდება იქ, რო გავარკვიოთ. გასაგებია, რომ პაციენტის ახლობლები შეიძლება ემოციურად აღიქვამდნენ და ექიმებზე გაბრაზდნენ და ობიექტურად ვერ აღიქვანეს ისტორია, მაგრამ ჩვენ ვინც ინფორმაციას ვავრცელებთ და განსხვავებაც არაფერს ვაკეთებთ, გვაქვს ხო იმის საშუალება, რომ სავარაუდო მიზეზები მოვიძიოთ, გადავამოწმოთ და ცოტა ობიექტურობა შევინარჩუნოთ. მილიონი პრობლემაა ჯანდაცვაში, მილიონი. თუმცა გახსოვდეთ, რომ არც ერთი რეალური პრობლემა, როგორც წესი, ვირუსული არ ხდება ხოლმე და ეგ გაითვალისწინეთ. ჯანმრთელობას და სიმშვიდეს გისურვებთ. დროებით.